სულ და ხონი ეღინებდა თავისთვის რა და მინდოდა ფოლკლორზე მიყვანა. თავიდან დოლზე შევედი, ძალიან მომეწონა დოლზე სიარული, შემდეგ ფანდური შესწავლა გადავწყვიტე. ფანდურ სიმღერა უხდება ქართული და მაგით დავიწყე სიმღერის შესწავლაც. მოდი მოემზადე წასვლის. პირველად მამაჩემმა გაიგო, რომ ინტერნეტში ასწავლიდა გიორგი უშიკიშვილი, გაიხსნა სკოლა. როდესაც გავიგე ხელოვნების სკოლის შესახებ, მაშინ დავრეკე და სახლში რომ მოვედი, რა უთხარი ძალიან გაუხარდა. დღეს ომის სიმღერას ამ დაიმეწოდეთ. დაიგვიანდეს. მე ძალიან გამიხარდა, რადგან შევისწავლედი ხალხურ ქართულ სიმღერებს. ვიცი რომ ჩემი ხმა გაუმჯობესდება. მოგვიანდება, თბილისში მივდივარ. გზაში უსმენ ხოლმე გიორგი უშიკიშვილის სიმღერებს და ველოდები როდის მივარ. ბატონ გიორგი უშიკიშვილის დაიგვიანეს უსმენთ თქონა ხშირად. საათ ნახევარი აქედან გვწვდიდება, რადგან გადატვირთული არის მოძრაობა, პიკის საათს ემთხვევა ჩვენი აქედან ტრანსპორტირება და იქიდან საათი ჭირდება. რთულია ერთი შეხედვით, მაგრამ რო ვიცი რომ უყვარს და შესაბამისად თუ მოინდომა შეიძლება კარგი მომღერალი შედგეს. მინდა რომ შევქმნა საკუთარი ბენდი და ვიმღერო. შენ საიდან დადიხარ? მუხრანიდან. მუხრანიდან. მოდი ვნახოთ ვენახი რამ შეჭამავენახი. კაი, მიღებული ხარ ჩვენ სკოლაში. მობრძანდი. გამარჯობა. მოდი ეხლა მითხარი რა სიმღერებ, აბა რა გინდა? დაიგვიანო. დაიგვიანეს? კაი, აბა ვის უსმენ ხოლმე დაიგვიანეს მითხარი? თქვენ. მე? აი შეგენაცვა. აბა მიდი დაიწყება როგორც შეგიძლია ისე იმღერებ. მე ბანს გეტყვი. აიგვიანეს ჯერ არ საჩანან ჰარულა მაგრამ სალამურთ მოკრესკური. კაი ბიჭი, აბა წარმატებები. ძალიან მიხარია რომ ტრადიციული ხელოვნების სკოლას ასეთი გამოხმაურება აქვს. ბავშვები ჩამოდიან საქართველოს სხვა ქალაქიდან. ძალიან დიდ გზას გადიან და დიდი დრო სჭირდებათ იმისთვის რომ ჩვენამდე მოვიდნენ. მიხარია იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება ტრადიციების გაგრძელება, ეს არის საქართველოს სხვა ქალაქი. იქ სადაც დაიბადა რეალურად ხალხური სიმღერა. ასევე ველოდებით ბავშვებს დედაქალაქიდან. იმისთვის რომ გავაგრძელოთ ტრადიცია.